ბოტანიკური ბაღის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სასტუმრო ინტურისტში სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია 4 მიმართულებით იმუშავებს აქცენტი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებაზე, მცენარეთა ინტროდუქციასა და ეკოფიზიოლოგიაზე, დაცვასა და სელექციაზე გამახვილდება. კონფერენციის მიზანს მცენარეთა გრძელვადიან კონსერვაციაზე ინფორმაციის გაცვლა, მცენარეთა დაცვის კუთხით გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს, რომელიც სამომავლოდ ბაღის სამეცნიერო კვლევითი მუშაობის გაგრძელების მიმართულებებს განსაზღვრავს. მომხსენებლების განცხადებით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი არის კოლხეთის ტენიანი სამყაროს სახე. ყურადღება იქ დაცული მცენარეების მნიშვნელობაზე, მრავალფეროვნებასა და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საიუბილეო თარიღის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღს სიმბოლური საჩუქრები და კვლევითი ნაშრომები გადაეცა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებით კი ანდრეი კრასნოვის სახელის უგდავ საყოფად დაინიშნება მის სახელობის სტიპენდია. Оно бывает, наверное, раз в столетие. მოხდება გამოცდილების გაზიარება მცენარეების დაცვის კუთხით. ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ისინი განადგურებისგან. სამუშაო მიმართულებელი არის უახლესად მნიშვნელოვანი ბაღის შემდგომი განვითარების პროცესისათვის. იმუშავებს 4 სექცია: მცენარეთა ინტროდუქცია, ადგილობრივი ფლორა, მცენარეთა ფიზიოლოგია. კონფერენციის პროცესში გაანალიზებული პრობლემები, გაკეთებული დასკვნები ჩვენ დაგვეხმარება შემდგომი წლების სტრატეგიული გეგმის, ასე ვთქვათ, შემუშავების პროცესში. როგორც ცნობილია, კონფერენცია მიიღებს შემაჯამებელ რეზოლუციას, სადაც ასახული იქნება ბოტანიკური ბაღების კონსერვაციის ძირითადი პრინციპები. Სტუმრა 15 ქვეყნიდან კოლეგები ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით. იცით, რომ ყოველწლიურად დიდი ნაწილი ვიზიტორებისა ბოტანიკურ ბაღში მოინახულებენ ბოტანიკურ ბაღს, წარმოდგენილი არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სასუნხეთიდან, თურქეთიდან, რაც ერთის მხრივ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, პიარი ამ ქვეყნებში.